The Russian authorities. ახლა რუსეთის ხელისუფლებისთვის რეპრესიების ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება გახდა. ეს ყველაფერი მოიცავს ღალატიდან დაწყებული, ჯაშუშობით, უცხო ორგანიზაციასთან ან უცხო სახელმწიფოსთან, კონფიდენციალური თანამშრომლობითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კანონმდებლობის მთელ პაკეტს, რომელიც ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლას ეხება. მთავრობის ეს სტრატეგია ნამდვილად მუშაობს. სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები უბრალოდ სოციალურ მედიაში ომის საწინააღმდეგო შეტყობინებების გამოქვეყნების ან გაზიარების გამო დაისაჯნენ თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევით. შემდეგ კი სისხლის სამართლის წესი დააპატიმრეს. ეს კი პრევენციული მექანიზმია იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს თავიანთი გრძნობების გამოხატვის შეეშინდეთ. რუსეთი მსოფლიოში პატიმარი ჟურნალისტების რაოდენობით სიდიდით მესამე სახელმწიფოა. 29 ან 28, რადგან ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. რუსეთში ასევე იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა გამოიყენება ისე, როგორც საბჭოთა პერიოდში. ომის საწინააღმდეგო გამოსვლებთან საბრძოლველად 2022 წლიდან დღემდე იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას 51 ადამიანი გადის.